გამარჯობათ. ხაზგასმით მინდა ამ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ თურმე საქართველოში რაღაცა ბუტკაში რა დაუჭერია ტიპი, რომელსაც 2 მილიარდი დოლარი აქვს თურმე გათეთრებული რა. ქვეყანაში სადაც უკიდურესი სიღარიბეა და 800 ბავშვი შიმშილი თკვდება და რა ვიცი უამრავი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და შიმშილობს. დაიჭირეს კაცი და ამაზე აგებენ ახლა იმას რა ქვია ისტორიას, რომ აი ეს აუბედურებდა ქვეყანას, ეს კლავდა სახელმწიფოს, ეს კლავდა საზოგადოებას, ის დუმილის უფლებას იყენებს. და ამ დროს დუმილის უფლებას არ იყენებს და დაუკავებელი არის თავდაცვის მინისტრის 1000 ადგილზე რო დანიშნეს, მე და განათლებაში ყავთ იზორია, წარმატებულად მოღვაწეობს თინა ხიდაშელი და იჭერენ ტიპს iPhone-ას ვიღაცას თავდაცვის მინისტრს, რომელსაც თურმე ესპანეთში ბინა იყიდა და დეკლარაციაში არ შეიტანა რა. ამ დროს იზორიას ქონება რომ ამოუყარე და იქ დეკლარაცია შევსებული არ ქონდა. აგერო კაცო პრობლემა რა, 1000 ლარს გადაიხდისო ბიუჯეტში, მილიონი მოიპარა და 1000 ლარი გადაიხადა იმის გულისთვის თემა დაემარა. და ვის გინდათ რომ დააჯეროთ თქვენ დედა ატირებულებო, რომ აი ის რაღაცა ბუტკაში აი ბიძინა ივანიშვილის მითოლოგია რაღაცა საოცარი, რომ ბუტკაში შემალულმა ტიპმა გაათეთრა 2 მილიონი უკაცრავად რა მილიარდი. პატარა ფული კი არა. ესე რომ გადაახურდაო ხო თავი ბოლო ხო? აი ეს 2 მილიარდი თითო ადამიანს რო დაურიგო საქართველოში რავი რო გამოყო თითო კაც რაღაცა 1000 დოლარი შეხვდება რა. პატარა ფული ხო არა? და ამაზე რა გვაჯერებენ ჩვენ რომ აი ეს ფულის რაღაცა ბუტკაში მყოფმა ტიპმა გაათეთრა. მაგარი მიტყდება, იცით რა, ამ ტყილს რო არ ამბობენ ის კი არა. ეგენი ბევრ ტყილს იტყვიან კიდე. ამ ტყილს რო იჯერებენ და ვიღაცა ტიპი რო ყავთ დემონიზირებული, სადაც პრემიერ-მინისტრმა იმის შვილი რაღაცა ამერიკაში რო გაეცერნებია და ვითომ სასწავლებლად გაეშვა, მამამის დააბრალა რომ 30000 ევრო პენსიონერ მამას შეუკვეთა, რა ქვია, ჩარტერული რეისი და თვითმფრინავი უქირაო. ბიჭო, სად ცხოვრობთ? გონებრივად საცხოვრობთ, იდეოლოგიურად საცხოვრობთ, აგერ შეხედეთ რა, რას ვგავართ და რას დავიმგონეთ როგორც ერი.